აი მეგობრებო, რა მილაკები ეყენა შემშვებზე. რა ვიცი, ეს სამარცხვინოა ალბათ, არ ვიცი ვინ დააყენა სავარაუდოდ წინამე პატრონემ. ეს არის გაზის ერთჯერადი მილები, ხო? მოტოციკლეტზე, რომელზეც ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ვაკუუმი და არ მოხდეს ჰაერის შეწოვა სხვა ადგილებიდან, ესეთი მილების დაყენება არის სამარცხვინო. და ესეც, რომელიც აირბოქსში მიდის, შემდეგ უერთდება ECU-ს, მართვის ელექტრონულ ბლოკს და ამის მიხედვით იჭერს მოტოციკლეტი idles, ეგრეთ წოდებულ ხალასტოისვლას, ანუ ბრუნებს და საერთოდ ამის წყალობით ხდება ბენზინის სწორი დაწვა. მე შევცვალე უმაღლესი ხარისხის სილიკონის ვაკუუმის მილებით, აი ხედავთ. ძალიან მყარაძის, ხამუთიც არ ჭირდება ისეთი მყარაძის. თვითონ ტრიუმფი უკეთებს რეკომენდაციას, რომ ესეთი მილაკებით შევცვალოთ, თუ გაფუჭდება მისი ორიგინალი. და პლუს ესეც გამოვიყვანე მეგობრებო, აი ხედავთ. ელექტრონულ ბლოკს უერთდება და აქედან ითვლის, ეს არის ეგრეთ წოდებული მოტოციკლეტის ტვინი, ხო? ECU. აქედან ითვლის, აქ აირბოქსი დგება და უერთდება აირბოქს, ხო? ესეთი გადამყვანი აქვს ორიგინალი. და ამის საშუალებით ითვლის ECU ჰაერის წნევას აირბოქსში. ეს კი არის შემშვები, მეგობრებო. ეს არის ხალასტოის სვლის კლაპანი. აი ეს. და ძალზედ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ამ ტრიუმფზე, რომ ეს მილაკები იყოს უმაღლესი ხარისხით ვაკუუმის და არანაირი ჰაერის შეწოვა არ მოხდეს. ეხა ველოდები გამოვიწერე ინგლისიდან, მეგობრებო. აი ამის საფენი, რეზინის, არ დავიწყე გამოჭრა და ეგეთები, მე ყველაფერი მიყვარს ორიგინალი. ჩამოვა ეხა ეს ეგრეთ წოდებული პრაკლატკა, დაედგმება აირბოქსი და პლუს მეგობრებო გაფუჭდა წყლის პომპა. შევეცადე მისი გაკეთება, მაგრამ აღმოჩნდა შეუძლებელი, იმიტომ რომ ძალიან ძველია, ხო, ეს პომპა. შიგნით ჩაშლილი იყო საკისრები ამ პომპაში. თვითონ კორპუსში არა, თვითონ პომპაში. და ასევე სალნიკებიც იყო უკვე აღარ ვარგოდა. გამოვიწერე ახალი პომპა, ესეც ინგლისიდან, იმიტომ რომ ტრიუმფი თვითონ ინგლისური მოტოციკლეტია. ახალი რა, ბაიკიდან მოხსნილი, რომელიც